ისინი ცხოვრობენ იქ, სადაც გზა მთავრდება, სადაც არ არის შუქი, წყალი და იმედი. სოფელ ზანავში მცხოვრები ორი ძმის მარკოიძეების ამბავს ენა ვერ გადმოსცემს და გონება ვერ დაიტევს. ერთ ცოლი 2 წლის წინ დაეღუპა და 8 შვილს მარტო ზრდის, მეორემ კი 8 შვილიდან ერთი ცოტა ხნის წინ დაასაფლავა. ამ ადამიანური ტრაგედიების მიზეზი ორივე შემთხვევაში უმძიმესი სოციალური პირობები გახდა. თუმცა ეს სიტყვებიც ბოლომდე ვერ გადმოსცემენ იმყოფას, რომელშიდაც მარკოიძეები იმყოფებიან. ყველანაირი გათვლებით ახალ სიღარიბის დაძლევის 50-დღიანი საპრეზიდენტო პროგრამის შესრულების პიკი უნდა იყოს. თუმცა სოფლის ექიმს, კრედიტს და დასაქმებას მარკოიძეები საქართველომდე ჯერ არ ჩაუღწევიათ. 7 დღის ჟურნალისტებმა თამარ ჩიხლაძემ და რამაზ გიორგიშვილმა საკუთარი თვალით ნახეს ოჯახები, რომლებიც საპრეზიდენტო პროგრამის შედეგებს დღემდე ელიან. დღეს თოკზე შედარებით ნაკლები სარეცხია. მარკოიძეებმა გუშინ 8 შვილიდან ერთ-ერთი მიწას მიაბარეს. წლინახევრის პატარა სიკვდილის მიზეზი ჯერ უსახსრობა, შემდეგ კი დაგვიანებული მკურნალობა გახდა. მას შემდეგ დედას ხმაც დაკარგული აქვს და სხვა შვილების უკეთყოფნის იმედიც. ეს ერთი დამაკლდა ზათი და გუშინ ეს ერთი ცალად უყავს. კიდე სიცხეები აქ რაღაცა არ უქნება. ექიმთან ვერ მიყავთ სოფელში. სირით უნდა წევიყვან. ფული არ მაქვს, რომ 1 კილო შაქარი ვიყიდო ბავშვი ვაჭამდა ის წაიყვან. აქაურობას მარკოიძეები ეძახიან, თორემ სინამდვილეში ეს ჩვეულებრივი ბოსელია. დღეს განსაკუთრებულად კეთილმოწყობილი. ჭირის უფალს მეზობლებმა 2 საწოლი, მაგიდა და სკამები ათხოვეს. სხვა დროს ოჯახის კერძო საკუთრება მხოლოდ 7 ბავშვი და 3 საწოლია. მაგნის გასვენების დღეს ვიხმარეთ სკამები, მაგიდა. სკამი და მაგიდა არ გაქვთ თქვენი? მეზობლიდან მაქვს მოტანილი აგერა მეზობლიდან. ესე იგი მარტო ეს 3 საწოლია. ეს 3 საწოლია, ხო, მაგაც არის. მარკოიძეებს საცხოვრებელი ბოსელიც კი ელემენტარული ნივთებივით ნათხოვარი აქვთ. და სახლზე ხშირად მოდიან ხოლმე მეზობლები რომ წადითო თუ მოდიან და წადითო. ისე გეუბნებათ და ეხლა არ მოსულა ეს პერიოდი თუ? ერთი კვირი არ მოსულა. რომ გავახსენოთ ჩვენს არ მოსულა. ბავშვთა სიკვდილიანობა სოფელში შემზარავად ბუნებრივი მოვლენაა. მსგავსი ტრაგედია რამდენიმე წლის წინ მეორე ძმის, დათოს ოჯახშიც მოხდა. 11 წლის გოგონას ფეხში ლურსმანი შეერჭო. დახმარება კვლავ დაგვიანებული აღმოჩნდა. და შეიძლება მან ჩამოიგდეს მთლიანად და ჩამოწვეს სახურავიც და ის ბავშვებია შეგინით რაღაცა რა ვიცი მე რა. დათო მარკოიძეს უფროსი ძმის მსგავსად საცხოვრებლად საქონლის სადგომი, სარჩენად კი 8 შვილი ერგო. ოჯახმა ოთახივით მხოლოდ 1 კუთხე მოიწყო. ეს კი მათი ერთადერთი ძროხის სადგომია, ანუ ბოსელი ბოსელში. ძროხა ხარ? კი, ერთი და ერთი მოზარდი. გარეცხვა, დასასუფთავება, დალაგება. ამ ყოველს მარტო შენაკეთებ? კი. 9 სულიანი ოჯახის 15 წლის დიასახლის ყველაფრის სწავლა 2 წლის წინ მოუხდა. მაშინ დედისგან სახლის გაძღოლის ტვირთი და ერთადერთი გადიდებული სურათი დარჩა. თვითონზე ავატყოფა? არა, თავს არ ავატყოფინე, მაგრამ ერთი გახტავთ და თან წავიდა. სოფელში იციან, რომ 8 შვილის დედა გულფილტვის უკმარისობით დაიღუპა. თუმცა ფატი მარკოიძე გაცილებით შემზარავ ვერსიას ყვება. მისი თქმით, მე-9 ბავშვზე ფეხმძიმერ ძალს აბორტის ფული არ ქონდა და თანასოფლელის რჩევით მუცლის მოსაშლელად იოდი დალია. ბევრი რო ყავდა, აღარ უნდა და გაჩენა შვილების. კამარმა ძროხის გაყიდვა შეთავაზაო თუ როგორ? ხო. არ გაყიდო, ოღონდ არ გაყიდოსო, იმიტომ ქნა ისე. ძროხა რატო არ უნდა გაიყიდა? ენანებოდა. გაიყიდა ბავშვებისთვის რა ეჭმევი. ბედის ირონიით სახელმწიფო მარკოიძეების ოჯახს დღეს ბავშვზე 1 აბორტის ფულს უხდის.
იმაბრძოლებ, რომ შვილები არ გამიყაჩავდნენ, არ გამიქურდნენ. ადრე 8 შვილიანი ოჯახი მთლიანად ჯამბულს ეყრდნობოდა, თუმცა ახლა თავად ჭირდება საყრდენი. დღეს თებში სახლის პატრონის ჯიბესავით ცარიელია. ორი ძმის ოჯახში ერთსა და იმავე კითხვებზე ერთი და იგივე პასუხი აქვთ. მეზობლებსაც ჩვენ მოხდათ. მეზობლებსაც გვაძლევ ხო. და ისე გავარცხოთ და მივდოთ. დასაცვლიდან ჭუჭყს აშორებენ, მაგრამ სიღარიბის კვალს ვერა. რამდენი კაბა აქვს შეთეჭინოს ვიხარი? მზიას ბარბისგან განსხვავებით 3 კაბა ასეთი ლამაზი და თანაც საკუთარი არასდროს ქონია. ეს თქვენი მეზობელმა მომიტანა და დღევანდელი საკვები ეს. ერთნაირი და ტრადიციულია მენიუც. ყოველ დღე პური, ზოგჯერ კარტოფილი, ხშირად კი არაფერი. ამიტომაც ამ ბავშვებს ყველაზე მეტად ის უყვართ, რასაც სხვებს ძალით აჭმევენ. ყველაზე ძალიან რომელი საჭმელი გიყვარს? სუტებს ვაკეთებთ. კარტოფილს ვოხარშავთ და всё. სახლში, სადაც სასკოლო ასაკის ამდენი ბავშვია, არც ერთი სასწავლო ნივთი არ არის. პატარებმა წერა-კითხვა არ იციან. როუნები რაღაცა ხო არა გაქვს დარჩენილი სკოლისა და არა. არც წიგნი არა გაქვს სახლში. წიგნები არა. აქ საიდან სწავლობ? იქ მეგობრებს ვთხოვ. ამასაკის ბავშვები მგელს წესით წითელ ქუდადან უნდა იცნობდნენ, თუმცა ობლებს ის საკუთარი თვალით და სახიფათოდ ახლოს ყავთ ნანახი. ზოგჯერ 9 მოდიან ერთად. აშინია თქვენ. გაშინა და რას ვიზოთ? გადამორდება დასკილეზე და დაივაიბს. როგორ ახლა ბიჭო? ერთადერთი ვინც გლების გარდა აქ ამოსვლას ბედავს, მეზობელი სოფლის მონასტრის წინამძღვარი მამა დიმიტრია. ზანავი ხულუელი აჭარლებითაა დასახლებული, ამიტომ მამა დიმიტრის ფაქტობრივად არაქრისტიანულ სოფელში უწევს მოღვაწეობა. მრევლი ნაკლებად არის ტაძარში. ნაკლებად, ზედმე ნაკლებად რა. ჩვენც ძირითადად მრევლის შემოწირულობით ავარ და შემოწირულობის ნაწილს კიდევ შემოწირულობადვე გავცემთ. აქ რელიგიურ აღმსარებლობას და წარმომავლობას მე მგონი მნიშვნელობა არ აქვს. ვის დაეხმარება არ აქვს მაგას მნიშვნელობა არსებითად. უფალმა ჩვენ არ გვასწავლა რომ გავარჩიოთ ვის დავეხმაროთ, ვის არ დავეხმაროთ. 50 დღეში დაუძლეველი სიღარიბე ყველა ნივთშია გამჯდარი. ზანავამდე ჯერ არც სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებულ ექიმს მიუღწევია, თუმცა სოფელში იმდენი ავადმყოფია, რომ თითქმის ყველა ბავშვს ექიმობა უნდა. მამიკო მითხრა შენზე ექიმობა უნდაო. ხო. რატო გინდა ექიმობა? მაინც რო ადამიანი გადავარჩი. ამატყო გადავარჩენ. არ დაუფლებ რომ მოკვდეს. არ ადამიანებს. სულსაც მომ. გამგებელთან ვიყავი და მე ვთხარი 10 კილომეტრების ბილეთი მომეცრე მე დავხერხო და ან გავაკეთო ან ორი ოთახი ხის ოდა ავაგო რაღაც ჩემზე არა მაგი დამოკიდებული ვიზია დამოკიდებული ადიგენის გამგებელი ხარ ვიზია დამოკიდებული ვეღარი ეს საარჩევნო ისე იყო იქ იყო გაკრული და არჩევნების მერე ჩამოვხსნა გამოვიდა ეს ფოტოშორის თავარი ლოზუნგი გახსოვთ წინა საარჩევნოთვისი? ჯოვანდელის საქართველოს შეტაკის გარეშე როგორ ამას მაშინ, როცა არსებობს ოჯახი, სადაც სიკვდილი 35 ლარად შეფასდა, ძნელია დაიჯერო, რომ სადღაც სხვა საქართველოა, წარმატებული რეფორმებით, სიღარიბისა და მარკოიძეების გარეშე. თუმცა ადიგენის გამგეობაში ჯერათ. დათო მერაბიშვილის თქმით, ისინი ოჯახს არაერთხელ დაეხმარნენ. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფროსი ძმის ოპერაციაც დააფინანსეს და ობლებისთვის ერთჯერადი თანხაც გაიღეს. თუმცა მამამ ყველაფერი გაფლანგა და თავის დროზე წალკაში გადასახლებაზეც უარი განაცხადა. ნამიტანი გულგრილობას იჭერს ეს ადამიანი თავისი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ჩვენ მაინც შევეცდებით, რომ ეს პრობლემა მოხსნათ. ანუ რომ მოგაკითხოთ ეს შესაძლებელია. რა თქმა უნდა, სამშენებლო მასალებით დახმარებას აუცილებლად გავუწევთ. შესაძლოა გამგებლის მოადგილე არ ცდება. თუმცა სანამ გულგრილი მამა და გულჩული საკრებულო შეთანხმდებიან, სიღარიბეს აქ არასრულწლოვნები ებრძვიან. მარკოიძეების სანათესაოში კვლავ ბავშვისა და გასაჭირის მატებას ელიან.